დიახ, ამ წუთებში პროკურატურაში კობა კობალაძე იმყოფება და სწორედ ის აძლევს ჩვენებას და სწორედ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადების საფუძველზე დაიწყო პროკურატურამ გამოძიება საბოტაჟის მუხლით, რომლითაც პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ედავება იმ განცხადების გამო, რომელიც იაგო ხვიჩიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა. არადა გიორგი ბარამიძემ ინტერვიუშიც და შემდეგ განმარტებებშიც არაერთხელ ხაზგასმით გააღნიშნა, რომ 92-93 წლებში მიმდინარე მოვლენების დროს ქართულ მხარეს ტყვეები არ ყოლია, რომ არ აყავდათ ქართველებს ტყვეები, რომ ბუნებაში არ არსებობდა ესეთი რამ ომის დასაწყისში, როგორც გიორგი ბარამიძე ამბობს და გამომდინარე აქედან ამ მიმართულებით ვერც ვერანაირი დანაშაული ვერ იქნებოდა. ჩადენილი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ ტყვეების საკითხი მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო იქედან გამომდინარე, რომ ის ამ პერიოდში ადამიანის უფლებათა კომიტეტს ხელმძღვანელობდა და გამომდინარე იქედან, რომ რუსებს ტყვეები აყავდათ ქართველების გამოსახსნელად იყო აუცილებელი ტყვეების გაცვლა და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით საუბრობდა გიორგი ბარამიძე ინტერვიუში. ბარამიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ტყვეების აყვანა რუსეთის მხრიდან ხდებოდა იმისთვის, რომ ქართველი ჯარისკაცებისგან სადაზვერვო ინფორმაცია და მსგავსი ტიპის ინფორმაციები მიეღოთ რუს ჯარისკაცებს. სწორედ ამ განცხადებასთან დაკავშირებით ურთიერთ განსხვავებული პოზიციები დაფიქსირდა როგორც საზოგადოებაში, ისე პროკურატურამ ვეტერანების საქმეთა სამსახურის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო და ამ წუთებში კობა კობალაძე პროკურატურას ჩვენებას აცლევს. არაფერს არ გამოვრიცხავ, აბსოლუტურად ბუნებრივია. მე რომ მაგათი მეშინოდეს ან დაჭერის, ან ფიზიკური ანგარიშწორების, ან ცილისწამების, ან გინდათ ტყვის, მაშინ საქართველოში არ ვიქნებოდი და ამ რეჟიმის წინააღმდეგ დღემდე არ ვიბრძოლებდი როგორც შემიძლია, როგორც პოლიტიკოს. თუ დამიბარებენ პროკურატურაში, რა თქმა უნდა, ამათ ჯიბის პროკურატურაში არ მივალ, მოსამართლესთან სასამართლოში მივალ და რაც სათქმელია ვიტყვი. ომი იმიტოა ცუდი, რომ ადამიანებს კლავენ. რა გასაკვირია, რომ ოჯახა მოწყვეტილმა ძმამ თუ დედამოკლულმა ადამიანმა ტყვე არ აიყვანოს და მტერი მოკლას. მტერს კლავ ომში. ეს არ არის კარგი. ეს არ არის ახალბიორო, მაგრამ მტერს რო კლავ ომში, ეს არ არის რაღაცა დანაშაული, პირიქით, შენ სამშობლოს იცავ და მტერს ესვრი და კლავ. ხო დახრეტა დაარქვი იმას თუ მოკლა დაარქვი. ბუნებრივია, დასაწყისში ესე ხდებოდა და მე უფრო დავალაგეთ ეს ამბავი და უფრო მეტი ტყვეც ყავდა და შესაძლებლობა იმისა, რომ გაცვლა გამოგახორციელება და ამიტომაც ის 200 ადამიანი მე და ჩემი მოადგილემ შევძელით და გავათავისუფლეთ ამ რუსების სეპარატისტების ტყვეობიდან. აბა ისე თუ არ გვეყოლებოდა ტყვეები, როგორ გავცვლიდით, ვისზე გავცვლიდით, ხო ეს რა ვიცი, საღი აზრი არის და მე მგონი ეს ისედაც უნდა მიმხდარიყო ყველა, მაგრამ ქოცურმა პროპაგანდამ ისე მოატრიალო, რომ აი თითქოს ჩვენ რაღაცა პირსისხლიანები ვიყავით, ქართველები ყველანი და აი ყველას ხვდით და არავინ ტყვე არ ყავდა არაზროს, ეგ არაზროს არ მithქვამს, ხო? აბა როგორ გავცვლით, რო არ ყოლოდა ტყვეები? აბსურდია, ხო, მაგრამ რახან გახდა საჭირო ამის განმარტება, ვიც ვერ გაიგო, კი ბატონო, იმედია, რომ აი თქვენი მეშვეობითაც გაიგებს. ქართული ოცნება კი აცხადებს, რომ გიორგი ბარამიძემ პასუხი უნდა ააგოს და შეიძლება ითქვას, რომ უკვე არაერთხელ მოხდა ესეთი შემთხვევა, რომ ვიდრე პროკურატურა გამოძიებას დაიწყებდა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებამდე ყოველთვის ამ ყველაფერს წინ უძღვის ქართული ოცნების თუ დეპუტატების თუ სხვა მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები, როდესაც ესე მიუთითებენ ხოლმე საგამოძიებო უწყებებს, რომ უნდა დაინტერესდნენ ამა თუ იმ პირის კომენტარით და განცხადებით. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ სიმბოლურია, როდესაც აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზე პროკურატურა გამოძიებას იწყებს გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ, იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც აფხაზეთის ომშიც იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ და უკრაინაშიც და სწორედ რუსეთი გიორგი ბარამიძეს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ბრძოლის გამო 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ედავება. კახა კალაძემ გააკეთა დღეს განცხადება და ის ამბობს, რომ გიორგი ბარამიძემ პასუხი უნდა ააგოს. ძალიან მძიმე განცხადება იყო, რაც მოვისმინეთ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ქართული ჯარის წინააღმდეგ. არ ვიცი, ხა წარმოუდგენელია ადამიანმა მოისმინო ის სიტყვები, რაც ჩვენ მოვისმინეთ და ეს არ დატოვო რეაგირების გარეშე. ამას აუცილებლად უნდა მოხდეს რეაგირება. ეს არის ჩვეულებრივი, მოღალატეობრივი ქმედება. შეურაცხყოფა ქართული სახელმწიფოს, ქართული ჯარის წინააღმდეგ. წარმოუდგენელია უბრალოდ. ჩვეულებრივი მავნებლები არიან, მოღალატეები არიან, ამ ადამიანებს არ გააჩნიათ არანაირი სიყვარული ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს მიმართ და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს აუცილებლად მომოყოს რეაგირება.
ერთ საათზე მეტია შეიძლება ითქვას, რომ კობა კობალაძე პროკურატურას ჩვენებას აძლევს. გიორგი ბარამიძემ კი განაცხადა, რომ ის პროკურატურაში თუ დაიბარებენ, მას არ მივა და სასამართლოში მისცემს ჩვენებას.